კი ბატონო. და როდესაც მოიგეთ YouTube ლიგა. ხო. რას ფიქრობ, როდესაც იგებ და ხდები ჩემპიონი, მერე შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა თან ამ ჩემპიონობასთან ერთად? რამე ხო არ შეიცვალა შენში, ანუ ფსიქოლოგიურად ან მენტალურად აი ჩემპიონის მენტალიტეტი ხო არ აქვს? პირიქით. ანუ რა არის, აღარ მოყვა ეგრევე. შემდეგი ჩემპიონატი მალევე არ დაიწყო, ჯერ კიდე არ დაწყებულა რა. და ამან ცოტა ფორმიდან ამომაგდო რა. ანუ იქამდე რო გქონდა ჩემპიონობა მიზნად, მე რო ჩემპიონობა რო იყო მიზნად, აი მართლა ვამბობ, კვირაში ორჯერ მინიმუმ ვარჯიში იყო და ვარჯიშის გარდა კიდე ინდივიდუალურადაც გვიბარებდა წვნელი და რაღაცა მიღებაზე და რაღაცებზე გავარჯიშებდა ხოლმე. ეხლა ხო აი ეხლა თუ უბანში თუ ვითამაშებთ, ეგ არის ჩვენი მაქსიმუმი რა და ძალიან იშვიათად ვიკრივებით, იმედია მალე დაიწყება YouTube ლიგა, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ. კალათბურთს არ თამაშობ ხოლმე? კალათბურთს იშვიათად ეხლა რა, ანუ არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მომიწია. ხო და თუ რამე იქნება, დამიძახეთ. მე ვიზრუნებ მაგაზე რომ მოგიწიოს არ იქნება პრობლემა. კი ბატონო. კალათბურთში სხვათა შორის გვინდოდა თუინა გავაჟღერებ აქ რომ მქონდა ეგ იდეა სხვათა შორის გავუკეთებიათ YouTube-ზე რამდენიმე კონტენტი ყოფილა კალათბურთის მაგალითად Hungry Man-საც ქონია რაღაც შეჯიბრის ამბავში საეჭოსაც ქონდა როგორც ხოსს საეჭოს ქონდა ოქტოპუსსაც ქონდა ამხანაგურის Silk Sport-თან მე მგონი ვიფიქრე რომ ხო არ შეიძლება YouTube-ის All Stars გაკეთება დაუშვათ რა მაგას შორის დიდი ხანია ვფიქრობ და ნახოთზე ან რაღაცა და გქონდა ეგ იდეა თუ განხორციელდა ძალიან გაასწორებს ერთი ვიდეო იქნება კარგი რა თუ გამოვიდა რა ერთი ივენთი წესით გამოვა მე ვიზრუნებ მაგაზე რომ გავაკეთოთ რა პრობლემა არ არის ეხლა შენი გამოცდილებიდან გამომდინარე შენ პატარა თავს რა რჩევას მისცემდი აი კალათბურთზე რო დადიოდი მაგ პერიოდში პატარა თავს ხო პატარა თავია დიდი ძლივს მეტევაში იქ ხო ან პატარა როცა იყავი ან 19 წლამდე ხო აქედან გამომდინარე ამ გამოცდილებიდან გამომდინარე რა რჩევას მისცემდი ახლა კალათბურთთან მიმართებაში ვერაფერს ვერ მიცემდი იმიტომ რომ ფიზიკურად მაინც ჩემს სიმაღლე ტიპები კალათბურთს ვეღარ თამაშობენ ანუ არ ამგონია რა ძალიან ნიჭიერი უნდა იყო ნიჭიერი უნდა იყო კი რა თქმა უნდა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შესაძლებელია ჩემი და რაღაც ესეთები უნდა აკეთო რა სპორტის მხრივ თუ ზოგადადაც და სპორტის მხრივაც ხო იმას ვერ ვიტყვი რომ სპორტის მხრივ რამე დავაკელი რა მაქსიმუმს ვაკეთებდი ხოლმე რაც შემეძლო ხა კალათბურთის კუთხით და რაც გამოვიდა ეგ გამოვიდა უბრალოდ ესე პროფესიულად მიზნად არ ქონა მე რომ კალათბურთი გამოვიდე უბრალოდ იყო სპორტი რომლითაც დაკავებული ვიყავი და ფიზიკურად ანუ ვარჯიშობდი ასე ვთქვათ რა და ქუჩაში არ ვიდექი ეგ თემა იყო რა და YouTube ლიგაში კულისებს მიღმა ყველაზე სახალისო სასაცილო რა მომხდარა თუ გახსენდება რამ ხო მან კულისები არ ქონდა მაგრამ გასახდებში რა ხდებოდა არაფერი რა ესეთი კურიოზი არაფერი არ მომხდარა არ მახსენდება ან თამაშის დროს თუ მომხდარა რამე ისეთი რაც თქვა კადრს მიღმა დარჩა თამაშის დროსაც თამაშის დროს მეკარე იყო ხოლმე მოდი არ ვიტყვი არეცხინოს კი ბატონო რას ფიქრობ მეკარე მოგვაგებინა ვაფშე ჩემპიონატი რა დიდი წვლილი არის მაგისი ერთი ორჯერ არ იყო რა ფხიზელი და მე გვიტყრა რომ მეტყობოდაო რა გეტყობოდა რანაირად გეტყობდა გოლი არ გაგიშვია და პენლები აიღო და რავი რაღაცები აკეთო შენ თუ გითამაში არა ფხიზელ მდგომარეობაში არ გამისწორდებოდა ალბათ და ზოგადად არა ფხიზელ მდგომარეობას
დიდად არ მივესალმები. ხო, რა თქმა უნდა.